აღარ შემიძლია გამუდმებულ შიშში ცხოვრება. მყავს პატარა ბავშვი, სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედა ვარ. გამიყვანო ნაკედან, აღარ მინდა აქ ცხოვრება. გვირაბზე ვარ მიბმული. დავდივართ ბოტებით, წყალს ვყარაულებთ, არ შემოვადეს ბავშვი გარბის პარკებით, ხელში ზემოთ ალაგებთ აზაცმელს. ერთი წელი დავისტრესეთ. ისინი ცხოვრობენ მუდმივ შიშში, რომ ერთხელაც წალეკავს მათ წვიმა. აი ამ ადამიანებს ეუბნებიან, რომ ისინი არ ცხოვრობენ სტიქიის ზონაში და არანაირ დახმარებას, გასახლებას, არაფერს არ პირდებიან, მეტიც გააწვალეს კაბინეტებში სიარულით, გააწვალეს რაღაცა პროცედურებით და ეს ადამიანები არიან უბრალოდ დაწგუნულები, სიცოცხლის საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ და ითხოვენ შველას. ჩვენ აუცილებლად ვიდგებით ამ ადამიანებს გვერდზე. ადგილობრივ მოსახლეობას ნებაყოფლობით გასვლა რომც არ უნდოდეს. მერია ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს და ნებაყოფლობით გაიყვანოს და დროელობა გვაქვს ისეთი რომ ეს ხალხი ითხოვს რომ აქედან გაგვიყვანეთ საშიშია ცხოვრება ათეულობით ადამიანი ჩაიხოცა აქ მიმდებარე ტერიტორიაზე ამიტომ მოუწოდე მე ხა ვისაც ახლა ჭკუა კიდე მოეკითხება დედაქალაქის მერიაში ნარმალია იქნება მისი მოადგილე თუ გამგებელი რომ მიხედონ ამ ოჯახებს